საღამომშვიდობისა მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო ზაფხულია და ამ ზაფხულის ცხელ ღამეს თქვენ უყურებთ ყველაზე გასართობ და ყველაზე გრილ გადაცემას ანეკდოტების შოუ. ესე იგი მოგეხსენებათ ყველა ისვენებს ყოველ შემთხვევაში განწყობილია იმისთვის რომ დაისვენოს თუმცა ჩვენმა გუნდმა მაინც მოახერხა და არაჩვეულებრივ ადამიანებს მიაკრა რომლებიც თან ისვენებენ, თან მუშაობენ და თან კარგი იუმორი აქვთ. თუ ვინ არიან ისინი ახლავე წარმოგიდგეთ ეს ადამიანები გახლავენ ფოთიდან ძმები ხომერიკები ფოთიდან პირდაპირ ჩემ სტუდიაში გივი გიგი და აკაკი გივი ხომერიკი გიგი ხომერიკი და აკაკი ხომერიკი ძმები არიან აკაკი სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებელია გივი კი ამ სკოლის და აკაკის დირექტორი ასე რომ ზოგჯერ გივი და აკაკი ოჯახის საკითხებს სამასწავლებლოში განიხილავენ. ხომერიკების მამა კოლორიტი და ცნობილი თამადაა. შოუშიც უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ყოვლა წმინდა არ დამილევია და ვერ წამოვა. ბიჭები ფოთელები არიან, ასე რომ კეფალიც კარგი იციან და ანეკდოტებიც. უყურეთ ხომერიკებს და თქვენი სიცილის ხმა ნებისმიერი კოღოს ხმას გადაფარავს. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუ. მოაწვალებთ ტელევიზორის პულტებს. დარჩით ჩვენთან. ხო მოგესალმებით, სასიამოვნო იყოს, არის ასე ვთქვა და იყო რატო იცი? ისეთი ვიდეოები გამოვიდა რომ გონია რომ გიცნობთ უკვე რა და მადლობ შეფასებისთვის. ხშირად მეუნებიან ხოლმე მე ამ ფრაზას რომ აი სულ ტელევიზორში რო ხარო გონია რომ გიცნობთ და აი დამეთანხმებით ეხლა და დამიდასტურებთ რა შვება ტელევიზია და ინტერნეტი. რომ შეიძლება ერთი რაღაც გააკეთო ისეთი თან რომელიც ასე ვთქვათ არ იყო შენ პროფესიაში მაგრამ გახადოს საკმაოდ პოპულარული. ხო? მე გულისხმობ ეხა მე როგორც ვიცი ნოტები რაღაც პროფესიონალი მუსიკოსები არ ახართ, ხო? რა ზარი აბსოლუტურად. დირექტორი რომელი ბრძანდება? მე გახლავართ. მივხვდი. აქტიური იყავით. უფროსი ძმა, ხო? კი ბატონო, უფროსი ხართ თქვენ? კი ბატონო. ეთახო? შვათანა. უფროსი შვათანა უმცროსი. სულ 3 დედმამიშვილი ხართ თუ კიდე ყავ? არა, 3. 3. ტყუპები ხო არა ხართ? არა, 2 წელია სხვა. 2 წელია, მაგრამ აი როგორ იმაშება, რა ქვია, ეთყობა გოგო უნდა და მამას და აწვებოდა, ხო და? გოგო, შეიძლება. შეიძლება, არ ვიცი. ხო არის ხოლმე პირიქით რა, რომ ეხა ჩვენ იმაში სერიალში გვაქვს რომ 4 გოგო ყავს და მე-5 გოგოს ელოდება და შეეშლებათ რაღაც თელი ამბავია და წარმოგიდგენია ძირითადად არის ხოლმე ბიჭის უკმარისობა და თქვენ შემთხვევაში მოკლედ შემთხვევაში ეგ პრობლემა არ დგას. ხომერიკები ხა ფოთიდან არ არის ხა მეგრული წარმომავლობის გვარი გურულები ხართ ხო? კი ბატონო. საიდან ხართ? ისე წარმომავლობა გვარი საერთოდ ხომერიდიდან მოდის ბერძნულია და ჩვენ ვართ ბერძნული წარმოშობის მეგრული ორიენტაციის გურულები. ასია როგორც მამა ჩვენი მომავლობას მე გულისხმობ შენ საწახული შრომა და თხინვალი. სად ხვდები არ მეთქი ხა ჯანმრთელობასთან მეგობრო არაჩვეულებრივ ხუხია თენგიზი ასე ბატონო ეს წევრია ჩვენ ბევრი და ახლა ხომერიკები ასე არ არიან ბევრი გურიაში უფრო ხდება მეთქი ეს აუ გურიაზე კაი ამბავი მინდა რა გავიხსენო სტუმარ მასპინძლობი ხა გავიგე იმერლები კახელები მაგრამ გურულები ყოველდღიურად დედა გვიჭის ვერა აი ჯანჯუხა და იგი მაგრამ მოხვდი რა ერთხელ ვიყავი ისე რა საღამომდე მომიწია ყოფნა ისეთი პურმაელი გამეკეთე მე ვუტყაი რა ვიცი წაკითხული რაცა მაგ მოყოლი რაცა მაგ სუგაჭურებაში და ამისთანა პურმაელი აი სტუმრი ზაგვაკო აი სტუმრი ზაგვაკო კორეაში მე პირადად მქონდა ბედნიერება მუშაობდი ერთი 4 წელიწადი საბანკო სფეროში და აი ვიცი შეიძლება მეტი წილი იმ პერიოდში იყო რაღაცნაირად გაჭირებული მაგრამ ყველა აბსოლუტურად ბედნიერი და აბსოლუტურად ხალისიანი სახით ხდება არის ეს აჭირებული როცა ხარ ბედნიერი ხარ პარადოქსია მაგრამ რეალობა ნუ ეს მე 15 წელს უკან და ახლა უკეთესი მდგომარეობა საგანმანათლებლო კუთხით 2 ძმანი არიან და თქვენ
ტურიზმის სფეროში, კოლხეთის ეროვნულ პარკში მუშაობ. გადასარევი ქალაქ ფოთში. არის ტურისტი. კი, საკმაოდ მიდის წინ ეგ ეკონომიკა იზრდება. კი ბატონო. შეგენაცოლი რა ხალხი მყოლია მოკლედ როგორ არის ხა საქმე მე არ მინდა რომ ანეკდოტები მომიყვეთ დღეს რაღაცა ვატყობ რომ მაგარი ისტორიები უნდა გქონდეთ გაგონილი თქვენ თავზე გადამხდარი კაცები დაგროვდა რამდენი წელია რას დირექტორი ხარ სკოლის მე 14 რამდენი წლის 25-ის ვიყავი რომ დავინიშნე და ეხლა ახლავად 39-ის ბრავო რა ქენი ამისთანა 25 ჩემ პენსიაზეც იქნები უკვე. არა, სხვა ჩვენს მეწურება ცოტა ხანში ვადა და უკვე აღარ ვაკუფლებ. ესე იგი, მათ 4 წლიანია თუ 6. 6 წლიანი. ვა, მაგარი. და თქვენ რას ასწავლეთ? მე ვასწავლი გეოგრაფიას. გეოგრაფია. მე 5 წელი უკვე შესრულდა, მე 6 წელია. ვასწავლი გეოგრაფიას კი. ძალიან კარგი. ბიჭებო, ძალიან მაგარი რაღაცა ნომერი გამოვიდა ის თქვენი და ვისი იდეა იყო? ანკეტის ვიდეოს გულისხმობთ. ნუ საერთოდ ზოგადად სახლის რაღაც დონეზე ვუკრავთ და ღელთიზე მუსიკალური განათლება არა გვაქვს. არც ადმე გუნდი და ასე შემდეგ. არც მე არა მაქვს მუსიკალური განათლება, ვერ მართმევ მიკროფონს. მუსიკალურში არ მიმიღეს დოდან დომდე ეს ოქტავამდე თითი არ წვდება და არც ის ვიცი და შესაბამისად. ფიგარი ხარ. შენ ერთი მითხარი ქართველი კაცს რა თუნა მუსიკალური განათლება. გეთანხმები. ის ჩვენ დონეზე რო ვთქვათ რა. ყველა ქართველი მღე. ყველა მუსიკალურია, კი. ბატონო და გებრიელია და მაგია თორე. აბარა, ეხა შეგიძლია ეს რამე შემისრულო, სანამ გადა. ეხა ის ფორმატი არ არის ბენდი და ასე შემდეგ. არა რო არის, თან ეს ჩემი გიტარა უნდა იყოს, ხო? თუ არა. ჩემთვის საპროფესიულად გიტარის მხოლოდ ზუა ვიცი რა, მეტი ახლა რა გითხრა. თქვენი გიტარა, არა, თქვენი. ჩემი გიტარა. კი ბატონო. ბატაშორიც მაგაცემა მაჩუქეს და არც იმათ მაიცოდნენ მუსიკალური განათლება რო არ მქონდა. და მე უთხრა დავკარგე, იმიტომ რომ მე ქეიფობდნენ და მე მომღერებდნენ მარტო და არ გამოვამ. არა, ცოტა ხანი ვაკეთებდით ჩვენც ესე. ხო. რო წავიდოდით საქეიფოდ, მე ვეძახდით კაკოსო გაიმხიარულებენ და ბიჭო, ერთხელ სუფრის დასაწყისში და გვიცახეთო. ხო, სუფრის ბოლოს. რომელი მიდან ვერ ამოვედი, იცი, აი პატარა ძმა როა და ეხა პატარა ვარ და ეხა დიდი ძმაკაცები, ჩემი დიდი ძმა და მისი ძმაკაცები ქეიფობენ უფროსები. და რო ცოტა შეზარხოშდებიან, მე სათხარ ერთი აი აქ მოდი რა გიტარა წამოვი. აი ერთხელ მეთქი ბიჭებს ეხა ნასომები არიან, გავუსწორებ მეორედ, მესამე. მე ერთხელ მე ბიჭო მევთხარ თქვენ მანამდე ვერ დამიხეკავთ, მე შემიძლია და შემჯამო დავლიო. ბარემ ხასიათში ვიმღერებ მე. თქვენი თვით ნასწავლი ხართ. კი. აი მამა ჩემის დაზიანებული გიტარა ვიპოვე რა ვიცოდი რა და მე წავიღე მაისის თვეში თბილისში სტუდენტობის დროს კაკო პატარა ბიჭი სკოლაში რა და ზაფხულში გავარემონტე და ჩამოვიტანე. არასოდეს რო არ დაუკრავს და მე ზაფხულში ფეხბურთს თამაშობდი ის პერიოდი ახლა 20 წლის კანდელამ ბავშვები მომიწია თბილისში ყოფნა და რო ჩამოვედი რა ვიცი 100-ზე მეტ სიმღერას უკრავდა უკვე. ასე თქვენითაა. მისით ხო. კი. არა, მამა უკრავს. მამა ჩემთვის ნასწავლია სხვათა შორის. ხო, არა, მამას სადეცალა სასწავლად. არა, მამა უკრავს და ხო ვიზუალურად არა, ვუყურებდი და რამოდენიმე აკორდი გადმოვიტანე. არა, იმ სამთეში ახლა მამას მე უკვე ჩემით კი, ახლა მაშინ არც YouTube-ი არ იყო და პრინციპში YouTube-ი როგორ არ იყო, ჩვენ არ ქონდა ინტერნეტი. ინტერნეტი არ იყო, ხო, 2000 YouTube-ი იყო, ჩვენ არ ქონდა ინტერნეტი. ოქროები. მოდი რა შევასწავლოთ, თან მაინტერესებს თვით ნასწავლი. კი ბატონო. მოკლედ საქეიფოს აღიღინო თუ რა. რაც თქვენ გინდა. ხო, ისა რა ქვია. ეხლა ჩვენ უფრო ზაზას ავტობიოგრაფია. აწკრიალებენ სიტუაცია. აწკრიალებენ. ზაზას აწკრიალებენ. კი ბატონო. ზაზას ავტობიოგრაფიას ვეზახდნენ ხო. როგორც ყველა ქართველს რა თქმა უნდა კეიფი და დროსტარება ჩვენს გვიყვარს. კენაცვალი. სხვათა შორის პირველად რო შევედი გაკვეთილზე, ცოტა მაინც ახალი რო არის, ცოტა მე რამდენი კლასს ასწავლე. მე 7-დან ზევით ყველას. მე რა იყვარები ბიჭებს. და რომ შევედი ვიფიქრე ხა ბავშვებს, აი რაღაცა პირველად ის თაბეჭდილება არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ ერთ კლასის მართვა არ გაგიჭირდეს. ორი ვარიანტია, ან უნდა შეკრა ჭარბები და რაღაცა ხო, როგორც არის, ან რაღაცნაირად ისე ცოტა იუმორისტულად, ცოტა რაღაც, რომ აი თავი მოვაწორო ამ. ანუ პოტენციური პედაგოგი ვარ მე. ხო, რაღაცა მოკლედ ესეთი ამბავია და რო შევედი მოკლედ პირველი რაც უთხარი, ნუ მივესალმე რაღაც და ბავშვებო რო იცოდეთ მე უთხარი, მასწავლებელი საჭმელს ჭარბთ მე უთხარი. სხვათა შორის ტუალეტშიც დავდივარ მე უთხარი, არანაირი პრობლემა ამაში არ არის. ხო, ეს პრობლემა ის. კეიფის გვიყვარს ხო ჩვენ, ხო ცოტა სხვა დროს გავიზარდეთ ასე ვთქვა და ნუ ამან რაღაცა ცოტა ეს სიხალისე რო შემოიტანა
მოკლედ ამის თქვა მინდა რომ ეხა კეიფი და დოსტარება ყველას გვიყვარს მე რა რომ მასწავლებლები ვართ. არა ცხენი არა ასე. ხო და რა ვიცი გეპატიჟებით ფოთში ექიმები არ ხუმრობენ, პედაგოგებიც არ უკეთ ხუმრობენ. ხო, ექიმები მეგონი უკეთ ხუმრობენ. აბა გისმე. ხო, გეპატიჟებით ფოთში და მე რა ვიცი ეს კეფალზე და გიტარაზე. ცხადია პალიასტომზე ეროვნულ პარკში გავისეინებ. ოღონდ იქ იქნება გიდი. აქ არის გიგი და იქ იქნება გიდი. კი ბატონო. იგი მოკლედ რაღაცა იქ იგი გიდი. ხო სუფრას მიხედავს და ჩვენ მე კაი, ღვინო ჩემზე იყოს კახური. თუ ვერასო. კი ბატონო ძიმე ღვინო სვავ. კი რა თქმა უნდა. კი სვავ კახურზე. მოგეტანათ ფუტბოლი ახალ კაცითელზე ვართ, კაცითელზე ძირითადად. კარგი შევეცდებით ეხლა თქვენ აბა გისმენთ. ჩვენც არც მომღერლები ვართ არც მუსიკოსები მაგრამ მოკლედ ამ სიმღერით გეპატიჟებით ფოთში რა